NASA-ს მიერ დიდი ხნის ნანატრი და დაგეგმილი მისია მთვარეზე, სავარაუდოდ მარტამდე გადაიდო, რადგან მისი ახალი გიგანტური რაკეტის SLS-ის საცდენი გაშვების რეპეტიციის დროს წყალბადის საწვავის გაჟონვა დაფიქსირდა. ეს პრობლემაა, რამაც 3 წლის წინათ შეაფერხა Space Launch System-ის რაკეტის დებიუტი. მაშინ პირველი საცდელი ფრენა თვეების განმავლობაში გადაიდო წყალბადის გაჟონვის გამო. საწვავის, რომელიც ძლიერ აალებადია და უკიდურესად საშიშია. NASA-ს ოფიციალურმა პირებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ რაკეტის გაშვების დაახლოებით 1 თვიანი გადადება სააგენტოს გუნდს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ტესტი ჩაატაროს. სანამ 4 ასტრონავტს, 3 ამერიკელს და 1 კანადელს მთვარის გარშემო შემოვლითი მისიისთვის გაუშვებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება რეპეტიცია განმეორდეს. ამ ტესტმა საშუალება მოგცა სრულად გამოგვეცადა ყველა საჭირო სისტემა. ვფიქრობ, რეალურ დროში ნანახის საფუძველზე უკვე ნათელია, რომ არტემის 2-ის გაშვებას მარტამდე ვერ დავგეგმავთ. მისიის ასტრონავტები დღეს დილით კარანტინიდან გათავისუფლდნენ, ისინი ჰიუსტონში რჩებიან. პირველ სრულმასშტაბიან ტესტსა და მეორე ასეთივე ტესტ შორის საკმაოდ დიდი დრო გავიდა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა კონფიგურაციაში ვატარებდით გამოცდებს. ეს აპარატი ყოველ შემთხვევაში ჩვენი სატესტო პროგრამის ფარგლებში სწორედ ასეთი სრულმასშტაბიანი ტესტებისთვის არის შექმნილი. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს მაინც ექსპერიმენტული პროცესია, რადგან მთვარეზე გაფრენა ამ კონფიგურაციით განსაკუთრებულია. ასეთი სისტემა უნიკალურია. ჩვენ ვცდილობთ ტესტირება მაქსიმალურად გავდეს რეალურ ფრენას. თუმცა საწვავის ავზისა და ხომალდის შეერთების ეს კვანძი ძალიან რთულია. როცა საქმე წყალბადს ეხება, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ძალიან მცირე მოლეკულაა და მაღალენერგიულია. სწორედ ამიტომ მოგწონს ის და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა, ამჯერად ეს ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თავდაპირველი შეფასებებისა და ტექნიკური გუნდის დასკვნის მიხედვით, გვეგონა რომ საქმე ასე რთულად ნამდვილად არ იქნებოდა. თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება. არტემისის რაკეტის საწვავით შევსების პროცესის განმავლობაში ვისწავლეთ, რომ ეს შეერთების კვანძი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნაკადის სიჩქარისა და წნევის მიმართ. ეს არტემის 1-ის დროსაც ვნახეთ და ზუსტად იგივე განმეორდა ახლაც. სანამ ნელი შევსების რეჟიმში ვიყავით, ყველაფერი დასაშვებს ღვარსა და კონტროლის დიაპაზონში რჩებოდა. პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა სწრაფად შევსებაზე გადავედით. სწორედ ამ ეტაპზე დავინახეთ, როგორ დაიწყო ლიმიტების გადაჭარბება, ანუ როგორ იმატებდა კონცენტრაცია კვანძის შიდა სივრცეში. ამ დროს გაჟონა წყალბადმა. არტემის 2 10 დღიანი მისიაა და 4 ასტრონავტის მთვარის გარშემო შემოვლას ითვალისწინებს. ეს ისტორიული მომენტია, რადგან აპოლოდან არტემისამდე რამდენიმე 10 წლეული ისე გავიდა, რომ მთვარეზე მხოლოდ ზონდებს ვგზავნიდით. პროგრამა არტემისის მიზანი მთვარეზე კაცობრიობის დაბრუნება და იქ ბაზის შექმნაა, რათა მომავალი ეტაპისთვის მოვემზადოთ მარსზე წასასვლელად.